ჩვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაგვერთვება ია მეურმიშვილი, ყოველკვირეული გადაცემის ხედვა ვაშინგტონიდან წამყვანი და ასევე რედაქციის მმართველი რედაქტორი. ია, მოგესალმები, დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ჩვენ მაყურებელს გავაცანით რამდენიმე წუთის წინ ორი გამოხმაურება. ერთი ეს არის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტის, რომელიც ამბობს, რომ ამაზე რუსეთია პასუხისმგებელი, მეორე ენტონი ბლინკენის, რომელიც ამბობს, რომ ნავალნის დაღუპვა ციხეში პუტინის აშენებული სისტემის სისუსტეს დალპობას უსვამს ხაზს. ჰარის ჰქონდა ერთგვარი ანონსიც, რომ უფრო მეც მალე მოისმენს მსოფლიო, აი რა მოლოდინია ამასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაღაც გარკვეული სამზადისი განცხადებებთან დაკავშირებით, აი რისი თქმა შეგიძლია ამ მოსალოდნელ გამოხმაურებაზე და ნაბიჯებზე. გამარჯობა ანა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა დაანონსა, რომ იქნება რაღაცა სახის გამოხმაურება თეთრი სახლისგან, მაგრამ ამ დილას ასევე გააკეთა განცხადება ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, რომელმაც დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა, თქვა, რომ ეს იყო ტრაგედია, თუ დადასტურდა ეს ამბავი და რომ შესაძლოა, რომ იქნება გამოხმაურება. ამას ისაც ამყარებს, რომ 2021 წელს, როცა შვეიცარიაში პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს შეხვდა, ჟურნალისტებმა ამ შეხვედრის შემდეგ მას კითხეს, ესაუბრა თუ არა ის პუტინს ნავალნის დაპატიმრების შესახებ, მაშინ მოგეცნობათ ნავალნი ახალი დაპატიმრებული იყო და ჟურნალისტმა კითხა, რომ ჰქონდა თუ არა საუბარი იმაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში ნავალნი რომ ციხეში გარდაიცვალოს და ბაიდენის განცხადება მაშინ იყო ძალიან საყურადღებო, მან თქვა, რომ მან კაფიოდ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთისთვის რეაქცია იქნება დამანგრეველი. ეს 2021 წლის განცხადებაა, როგორც გითხარით, თუმცა აი ამერიკულ მედიაში დაიწყო უკვე იმაზე საუბარი, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ჯერ კიდევ მაშინ დაანონსა ის, რომ ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში ამერიკას ექნებოდა მკაცრი რეაქცია. ია, რაც შეეხება სხვა გამოხმაურებებს, აი ამ მაგალითად ამერიკული პრესა ეს რეაქციები, აი ამაზე რისი თქმა და მოყოლა შეგიძლია, არის ასეთი კითხვა აქტუალური 19 წლის ციხეში ჩასმული ადამიანი, რატომ ახლა, გასაგებია, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ ოფიციალური ცნობები ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია, ხომ? აი ამ რეაქციებზე რისი თქმა შეგიძლია, რა შეგიძლია მოყვა ჩვენი მაყურებლისთვის? ერთგვარი გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ახალი ამბავია ეს. თავშეკავებულია გარკვეულწილად განცხადებები, თუმცა იმას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რომ ნავალნის გარდაცვალება ციხეში არის სწორედ იმის შედეგი, როგორც ექცეოდა მას პუტინის ადმინისტრაცია თუ პუტინის რეჟიმი. ანუ ამ განცხადებას აკეთებს თითქმის ყველა, რომ ნავალნის გარდაცვალება არის შედეგი იმისა, თუ როგორ მუშაობს რუსული სახელმწიფო, თუმცა პირდაპირ ბრალის დადება ამ ეტაპზე მე ყოველ შემთხვევაში არ მინახავს, არავინ არ ადანაშაულებს პირდაპირ რუსეთს. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება ესეთი ცნობილი ექსპერტებისგან, მაგალითად მაკფოლმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა გამოძიებას ჩაატარებს კრემლი და რა იქნება ამ გამოძიების შედეგი, მთავარი არის ის, რომ ნავალნი ადამიანი, რომელიც კრემლის, ასე ვთქვათ, მარწუხებში იმყოფებოდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, გარდაიცვალა. ერთი ძალიან ესეთი საყურადღებო ფაქტორი ისიც არის, თქვენც აღნიშნეთ ამის შესახებ, რომ დაკავების შემდეგ ის გაუსაძლეს პირობებში იმყოფებოდა, მოგეხსენება თავიდან ის იყო მოსკოვთან ახლოს ერთ-ერთ ციხეში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს არქტიკული წრის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ შრომა გასწორების კოლონიაში, სადაც წარმოუდგენლად მძიმე პირობებია გამომდინარე ტემპერატურიდან გამომდინარე იქიდან თუ რა სახის სამუშაოებს აკეთებინებენ და აი ამ ბოლო წლების განმავლობაში ნავალნი 27 ჯერ იჯდა სამარტო ოსაკანში, რაც ასევე ექსპერტების აზრით ასე თუ ისე ჯერ ერთი ფსიქოლოგიურად შეიძლებოდა დამანგრეველი ყოფილიყო, მაგრამ ასევე ფიზიკურადაც. ასევე თვითონ ნავალნიც აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაჩუმება ძალიან აქტიურად ცადა და ყველაფერი მთელი მიზანი მისი დაკავებისაც იყო ის, რომ ის არ ყოფილიყო პოლიტიკაში ჩართული და არ ეკეთებინა განცხადებებს, მაინც ახერხებდა ციხიდან ამის გაკეთება.
და ერთ-ერთ განცხადებაში მან თქვა, რომ დაახლოებით 50 სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები აქვს მიღებული, რომელსაც აძლევდნენ იმის გამო, რომ კუჭი თუ მუცელი აწუხებდა და აი ამის გამო ეს ანტიბიოტიკები კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებდა მის ორგანიზმს. ასე რომ სავარაუდოდ უნდა დავალოდოთ ადვოკატების დადასტურებას, რომლებიც ახლა გზაში არიან შრომა გასწორების კოლონიაში და ამის შემდეგ ალბათ მას შემდეგ რაც ისინიც დაადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას ამის შემდეგ ალბათ მოსალოდნელია რომ უფრო მეტი განცხადებები ვნახოთ ოფიციალურობაში. თქვენ ახსენეთ დასტური ცხადი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. სხვათა შორის მე რამდენჯერმე გავუსიხაზი რომ ჩვენ ნავალნის უახლოესი გარემოციდან ჯერჯერობით ეს დასტურის განაცხადი არ მოგვისმენია. გეთანხმები მნიშვნელოვანი ადვოკატების განაცხადი ადგილზე მისვლის შემდეგ აი ნენსი პელოსის ნუგეშის სიტყვები და სხვა ადამიანების სხვათა შორის მოისმინა იულია ნავალნაია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენ ვნახეთ ამის ამსახველი კადრი, მაგრამ თავად ნავალნის მეუღლე ამბობს თუ ეს მართალია, ასეთ ფრაზას იყენებს, თქვენც მიაქცევდით ამას ყურადღებას. დასტური არ არის მხოლოდ სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ეს წერილობითი განცხადება ამ ეტაპზე, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედიები ავრცელებენ, რომ ის გარდაიცვალა და თქვენ აღნიშნეთ კიდევაც ეს, რომ ერთ-ერთი გასეირნების დროს მან თავი შეგვიგრძნო, გონება დაკარგა და მისი მოbrunება ვეღარ მოხერხდა. ხო, სხვათა შორის ეს გასეირნების დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი, არ ვიცი თუ ქონდა საშუალება რომ მიგექციათ ყურადღება. აი ამ ჩამონათვალში, რომელიც არსებობს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელიც არის აი ამ განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, ვიცით რომ პატიმრებს არ აძლევდნენ თეთრეულს, ეკრძალებოდა შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანთების მიღება, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში. მაშინ როდესაც აი ოფიციალური ინფორმაციაში, რომელსაც შესაბამისი უწყება ავრცელებს, ნათქვამია რომ ნავალნი სეირნობისას მოულოდნელად გახდა ცუდად და მან გონება დაკარგა და ამ რეანიმაციულ ღონისძიებას არ ჰქონდა რეალური შედეგი. ესეც ცხადია აჩენს კითხვის ნიშანს. კითხვის ნიშანს აჩენს, ასევე აჩენს კითხვის ნიშანს ის თუ რატომ მოხდა ეს კონკრეტულად ამ თარიღზე, ამ დღეს მოგეხსენება დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა და ძალიან საინტერესოა ეს არის დამთხოვა თუ ნებისმიერ დროს შეეძლო, რა თქმა უნდა, რაღაცა მისი ჯანმრთელობისთვის საბოტაჟის გაწევა კრემლს მისი სურვილის მიხედვით და დროულობის მიხედვით ძალიან საინტერესოა ის, რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა ეს. დაახლოებით 40 ამერიკელი კანონმდებელია ახლა, როგორც თქვენთვით ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც იქ არიან და ნელა-ნელა შემოდის, მათ შორის ამერიკის ხმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუებში რეაგირება ამ კანონმდებლებისა და სავარაუდოდ ალბათ იქნება რაღაცა სახის კაცრი პასუხი გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ ემოციურია ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთს ამდენი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებს, არამედ მათთვისაც, ვინც უკრაინისთვისაც გარკვეულწილად ეს უკრაინის ჩემპიონია, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფორუმებზე, ასევე გაჟღერდა კავშირი ნავალნის სიკვდილსა და უკრაინის დახმარებას შორის, რომ ეს არის კიდევ ერთი ნავალნის ციხეში გარდაცვალება, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რამდენად დაუნდობელი და რამდენად ბოროტია ეს რეჟიმი, ეს სიტყვები იქნა გამოყენებული სხვადასხვა კომენტარების დროს და გამომდინარე აი ამ სიბოროტისა და დაუნდობლობისგან უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს აქტიურად, რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც უკრაინა დღეს ებრძვის. დიდი მადლობა ია, მადლობას გადაგიხდი საინტერესო ჩართვისთვის და დაგემშვიდობები, დაველოდებით თქვენი რესპონდენტების მოსაზრებებს და შეფასებებს.